ქართული ოცნება BBC-სგან პასუხს ითხოვს ოფიციალურად გაგზავნილი საჩივარი პოლიტიკური შეფასებების თემა. საუბარია BBC-ს ფილმზე, სადაც საქართველოში ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ არის საუბარი. ქართული ოცნების ცნობით საჩივარში აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების მისამართით გავრცელებული ტყუილები მიზნად ისახავდა თავდასხმას ქართულ სახელმწიფოზე. სახელმწიფო გუნდი იმედს გამოთქვამს, რომ BBC აღიარებს თავის შეცდომას და ბოდიშს მოიხდის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით კი ქიმიური მოწამვლის სკანდალი რეაგირების გარეშე არ დარჩება, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გამოძიებით ვერაფერი დადგინა და მათთვის სრულიად გაუგებარი დასკვნები დაიდო. ოპოზიცია თვლის, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით აუცილებელია საერთაშორისო გამოძიების ჩატარება. BBC, რა თქმა უნდა, არის ავტორიტეტული რეპუტაციული ტელევიზია, სატელევიზიო კომპანია, რომელსაც აქვს თავის სტანდარტები და დარწმუნებული ვარ, მათ არ გაუჭირდებათ საკუთარი სიმართლის დადასტურება. ამიტომ კიდევ ვიმეორებ, ნახოთ, ერთია BBC და მეორე არის ის რეალობა, რაც გვაქვს და ამიტომ ოცნებას კარგად უნდა ისმოდეს, რომ თუ ისინი მართლები არიან ამ საქმეში, ახლა BBC-ს ასე ვთქვათ, საჩივარს, რა თქმა უნდა, საკუთარი პროპაგანდისტული მიზნებისთვის იყენებენ და თუ მას არ სურს, რა თქმა უნდა, დროის მოგება და თუ მისი რეალური მიზანი არის ამ საქმესთან დაკავშირებით სიმართლის დადგენა, მაშინ კიდევ ვიმეორებ, საპარლამენტო კომისია იყო ერთადერთი ყველაზე სწორი გამოსავალი და ის, რომ ამას არ დაეთანხმა ოცნება და ისეთი ისტერიკა მოყვა, როგორც მოყვა, კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ რა თქმა უნდა, ოცნება ამ საქმეში მართალი არ არის. არ გახლავართ ექსპერტი, ამიტომაც ქიმიური იარაღი რაიმე ტიპით ან ქიმიური ნაერთით და ასე ვთქვათ, აკრძალული ნივთიერება თუ იქნება გამოყენებული, ყველა შემთხვევაში არის დანაშაული არა მხოლოდ თავისი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი და თავისი სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი, არამედ მათ შორის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული დანაშაული იქნება, რაც შეეხება ამ ფაქტს საბოლოო ჯამში ვის სიმართლე გაირკვევა. დაველოდოთ გამოძიებას, ხო, მარტო ეხა სუსის გამოძიების იმედად თუ არ ვხდებით, თუ ასე დარწმუნებულები არიან სიმართლეში, დაველოდოთ საერთაშორისო გამოძიებას და ყველა ვიხილავთ პასუხს. ძური კამპანია და ის ცილისწამება, რომელიც ჩვენ ამ რეპორტაჟში მოვისმენთ ქართული სახელმწიფოს მიმართ, არის დაუშვებელი და ჩვენ მივმართავთ ყველა ზომას იმისთვის, რომ გაირკვეს სიმართლე და მათ მოუხადონ ბოდიში ქართულ საზოგადოებას. ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს, რომ სიმართლე გაირკვევა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ამხელა მედია მაუწყებლობა ერთი შეხედვით თითქოს თავისი მართლობითი ფორმით და დაფინანსების ფორმით დამოუკიდებელი მედია არ გახლავთ, მათ აქვთ კონკრეტული დავალებები და ეს კარგად გამოჩნდა საქართველოსთან მიმართებით. საქართველო როგორც სახელმწიფო ვალდებული იყო, რომ ამაზე რეაგირება მოახდინა, რომ ამ შემთხვევაში სიჩუმე არ ყოფილიყო ერთგვარი თანხმობის ან ერთგვარი, რა თქვია, თავის არიდების მიზეზი და ჩვენ იმიტომ რომ საქართველოს იმიჯი დაგვეცვა ამ შემთხვევაში არ არის მხოლოდ ხელისუფლების იმიჯზე საუბარი, ვისაც ვიღაცებს რომ უნდა ესე წარმოჩენა, ეს არის საქართველოს იმიჯი. და აქ არიან ადამიანები, რომლებიც აი ამ ტყუილის პროპაგანდირებით არიან დაკავებული, თავიანთი ან ვიწრო, უკვე პოლიტიკური მიზანიც აღარ ქვია, რაღაცა შურისძიების ამ მავნე სცენით შეპყრობილები. ამიტომ რა თქმა უნდა ჩვენ ამ საკითხს ბოლომდე გავყვებით.